რას ამბობს მერაბ დვალიშვილი იანთან დაპირისპირებაზე, ილია თოფურიას მდგომარეობაზე, რომელ ორ დაღესტნელს ვერ იტანს მანქანა და გიორგი ქოჩორაშვილის საინტერესო საუბარი ესპანურ მედიასთან. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ UFC-ით, სადაც მერაბ დვალიშვილი სუპერ წონის ქამრის დაბრუნებისთვის ემზადება. ქართული მანქანა 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში პიოტრიანს მესამედ დაუპირისპირდება. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მერაბ დვალიშვილმა არიელ ჰელვანთან ისაუბრა. მის მოსმენამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ მალე ავიდეთ 100,000 გამომწერს. პიოტრიანის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება მინდა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ქამარი მეორე ხარისხოვანია. რა თქმა უნდა, კარგია, როცა გამარჯვებას ქამარით მოხვება, მაგრამ მე ბრძოლი ვარ და ჩემი შემდეგი ბრძოლის მოგება მინდა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო კაცის წინააღმდეგაა. ეს არის ჩემი მიზანი. შემდეგ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება. ასეთი ადამიანი ვარ და ასეთია ეს სპორტი. რისკზე წასვლა გვიწევს. იანთან პირველად რომ გავიმარჯვე იმ ბრძოლაში უარის მდგომარეობაში მივედი. ხელი მქონდა მოტეხილი, მაგრამ მე მაინც მოვუგებ. არასდროს იცი რა მოხდება. მეორე ბრძოლაში დავუმარცხდი და ამას ვიღებ. ახლა ანგარიში ერთით ერთია. მოუთმობელი მასთან ბრძოლას. ის რთული მეტოქია და ძალიან კარგი მებრძოლია. როგორც თქვი, მინდა საუკეთესოების წინააღმდეგ ვიბრძოლო. მე მზად ვარ და ეს ბრძოლა ძალიან მომწონს. ახლა პიოტრი ყველაზე სახიფათო კაცია ჩემს დივიზიონში და მადლიერი ვარ, რომ მასთან ჩხუბი მიწევს. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა და როგორც წესი, ძალიან კარგ შედეგს ვაჩვენებ. როდესაც ვიცი, რომ რთული მოწინააღმდეგე და რთული გამოწვევა მელის. ძალიან ბევრს ვშრომობ, მაგრამ ახლა ვცდილობ ეს ჭკვიანურად გავაკეთო. ბოლო ბრძოლისთვისაც ბევრს ვშრომობდი, მაგრამ შესვენებას არ ვიღებდი. მხოლოდ ვარჯიშობდი და გადავიწვი. იანთან მეორე ბრძოლის წინ ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ პიოტრიანი ერთხელ უკვე დავამარცხე და მეორედაც მოუგებდი. არც კი ესმოდათ, ეს ბრძოლა რატომ ჩაინიშნა. მე კი ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ პიოტრიანთან ბრძოლა ჩემთვის ადვილი არასდროს იქნებოდა და თავადაც ნახეთ ეს ყველაფერი. ეს ვიცოდი და მაინც გაკვირვებული დავრჩი. რამდენად კარგი მებრძოლია და რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს. თუ ძალიან კარგად არ მოვემზადები, ისევ უმოწყალოდ მცემს. მაგრამ ამჯერად პიოტრისთვის ძალიან კარგად ვემზადები. მენტალურად სწორ მდგომარეობაში ვარ. ფიზიკურადაც საუკეთესო მდგომარეობაში ვიქნები. ცხოვრება მშვენიერია. რაც შეეხება ილიას თოფურიას მიმართ უბატივცემულობა ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბის შემდეგ. ყველამ ვიცით, რომ მან ნამდვილი ომი გამოიარა. პირველი რაუნდის შემდეგ თვალბუდის გატეხილი ძვლით ჩხუბობდა. ვიღაცამ ეს ძვალი რომ გაიტეხოს, საკუთარ სახელსაც ვერ დაწერს. ილია კი ჩხუბობდა. მან 4 რაუნდიანი ომი გამოიარა და მეორე მოტეხილობაც მიიღო. ჩემი განცხადებები იმ ხალხისთვის იყო, რომლებიც მომენტს პოულობენ და ილიას ან ნებისმიერი მეუმრის მიმართ უპატივცემულობას იჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლები ვართ, დიახ, ხან ვაგებთ, ხან ვიგებთ. ეს რისკია, რაზეც მივდივართ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ პატივისცემა გვჭირდება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, კარგი მებრძოლია, ცუდი მებრძოლია, მაგრამ უპატივცემულობა, მებრძოლის დაცინვა, ეს უკვე კარგი არ არის. ახლა როგორც ყველა ხედავთ, ილია დროს შესანიშნავად ატარებს. ცხოვრებით ტკბება. ის ყოველთვის ასეთი იყო. ის ბედნიერი ბიჭია, ძალიან მოსიყვარულე, მეგობრებისა და ოჯახის მიმართ. დიდი გული აქვს, ძალიან მაგრად არის და როცა დაბრუნდება, ყველაფერი კარგად იქნება. ის ქამარს დაიბრუნებს და ყველას დაამარცხებს. მას ვერავინ შეაჩერებს. ის საუკეთესოა. ეს ისედაც იცით, მაგრამ ის ამას კიდევ დაამტკიცებს. რა მოხდა საქართველოში? სეხუდოსთან ჭიდაობისთვის ვემზადებოდი. პრესკონფერენცია ჰქონდა. მცირე შესვენების შემდეგ კი პირისპირ დგომი უნდა ჰქონოდა. ტელეფონში რაღაცას ვთამაშობდი. როცა ვიღაც მოვიდა, კისერზე ხელი მომკიდა, მომკარჩა და რუსულად ყვირილი დამიწყო, რაც ძალიან ცუდად მესმის. რუსულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, მაგრამ მივხვდი, რომ უმარი ახსენა. ზუსტად ვერ გავიგე რა მითხრა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ მითხრა, სანამ აქ ვარ, უმარზე არის საუბროო. რამდენიმე წამი ვფიქრობდი, ვინ იყო საერთოდ ეს ადამიანი. უმარზე ვსაუბრობდი, მაგრამ პირველად მან გამოიჩინა უპატივცემულობა. მე მასზე საჯაროდ ვსაუბრობდი პრესკონფერენციაზე, მისი თანდასწრებითაც, მაგრამ ჩხუბის შემდეგ ხელი ჩამოვართვი. ის კი ტილს აგზელებს. ამან ძალიან გამაბრაზა და ამიტომ ვაგზელებ ტრეშტოკს. ადრე თუ გვიან ისევ ვიჩხუბებთ და ეს ყველაფერი ბუნებრივია. უმარი ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ ვინ იყო ის ადამიანი, რომ ჩემთვის ესწავლებინა ჭკუა, თუ რა უნდა მეთქვა და როგორ. ნურმაგომედოვების ოჯახს პატივცემ. დაღესტანშიც ბევრი მეგობარი მყავს. მხოლოდ ორ დაღესტნელს ვერ ვიტან, უმარს და მის ლაჩარ მენეჯერს. სწორედ ის ეხმარებოდა უმარს სოციალურ ქსელებში, როცა ისინი შეურაცხყოფას მაყენებდნენ და ჩემს ქვეყანასაც ახსენებდნენ. რიზონი საქართველოში იყო და მას კარგად მოექცნენ, მაგრამ ამის შემდეგ ის ასე მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ქვეყანას. იმ ადამიანთან, ვისთანაც საქართველოში ინციდენტი ჰქონდა, ახლა არანაირი პრობლემა არ მაქვს. მან პროვოკაცია მომიწყო და ხელი გავარყი. ამით არ ვამაყობ, მაგრამ კაცი ვარ და ამას არ ვნანობ. ჩვენ მოვძებნეთ ეს ადამიანი. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, რათა ჩემს ქვეყანაში ასეთი რამ აღარ გაგრძელებულიყო.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის მესამე ორთაბრძოლა აბუ-დაბიში 24 ოქტომბერს UFC 333-ზე გაიმართება. ახლა კი ესპანეთი, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინეს. ქართველმა ფეხბურთელმა ადგილობრივი მედიის კითხვებს უპასუხა. მათ შორის საუბარი იყო გუნდში ადაპტაციის პერიოდსა და ბავშვობის ოცნებებზე. გთავაზობთ პრესკონფერენციის ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს. დაძაბული დღეები იყო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვობიდან წარმომედგინა ჩემი თავი ასეთ დიდ კლუბში. 2 დღე არ მივარჯიში, ამიტომ თქვი, რომ ორ შაბათს ინდივიდუალურად მინდოდა ვარჯიში. ყველა დამეხმარა, კლუბის ძალისხმევას ვაფასებ. შეხვედრის დროს ყველაფერი უნდა გააკეთო და ეს დასვენების დღეებშიც კი ვარჯიშით იწყება. ვიცი ამ კლუბის ღირებულებები და მინდა გითხრათ, რომ ის ჩემსაც ემთხვევა. ამჟამად მიზანი ატლეტიკოსთან შეხვედრა და სეზონის პირველ საშინაო შეხვედრაში კარგად თამაშია. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა. მეც ვერაფერს ვითხოვ. ვითამაშებ სადაც გუნდს დასჭირდება. თუმცა ჩემი ძლიერი მხარე 8 ნომრის პოზიცია. შემიძლია წინ წავიდე და გუნდს დაცვაშიც ან ბურთის ფლობაში დავეხმარო. მშვიდი ვარ და ვცდილობ აწმყოზე ვიყო კონცენტრირებული. სევილიამ ბევრი ტიტული მოიგო და ბავშვობიდან ყველა შეეძლო აქ ყოფნაზე ოცნება. მაქვს შესაძლებლობა წარმოვადგინო ის ბავშვები, რომლებიც საქართველოში არიან და ასეთ გუნდში თამაშზე ოცნებობენ. აქ ძალიან კარგად დამხვდნენ. კლუბის წევრებმა და ჩემმა თანაგუნდელებმა ყველაფერი ძალიან გამიათვლეს. ჩამოსვლა, მოგზაურობა და გუნდის თამაშის ყურება. აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ჯანსაღი ატმოსფეროა, რაც გასახდელში ყველაზე მნიშვნელოვანია. მწვრთნელმა ყველაფერი ამიხსნა. ვიდეო ანალიზის დახმარებით გავიცანით ჩემი თანაგუნდელები. ვიცი რა მოსწონთ მოედანზე და ვიცი რომ ლუისი მომთხოვნი ადამიანია, მაგრამ ეს ძალიან მსიამოვნებს. სევილიას მდიდარი ისტორია აქვს. ვესაუბრე ისეთ შესანიშნავ კაპიტნებს, როგორებიც არიან იბორა და კოკე. მათ კლუბის ღირებულებები გამიზიარეს, მაგრამ ამას ლამაზი ისტორიაც აქვს. საქართველოში ბევრი დიდი შეხვედრის სტადიონიდან ყურების შანსი არ გვაქვს. მხოლოდ 2 ვნახე. ესპანეთის საქართველოს შეხვედრა 2011 წელს და ევროპის სუპერთასი 2015 წელს თბილისში. მახსოვს ის დღე, როდესაც ბილეთი ვერ ვიშოვე. შეხვედრამდე 2 საათით ადრე დამირეკეს და მითხრეს რომ ბილეთი მქონდა და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო. ეს ბილეთი დღემდე მაქვს და ბავშვობიდან ვიცი სევილიას შესახებ. ჩემთვის ასეთ ტიტულოვან კლუბში ყოფნა ოცნების ახდენაა. გუშინ სახლში მიმავალ გზაზე ჰიმნი ბევრჯერ მოვისმინე. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ყველას ძალისხმევისთვის. შესაძლოა ახლა რთული პერიოდია, მაგრამ არ დავნებდებით. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემს საძინებელში ინგლისურად დაწერილი დევიზი მქონდა. არასდროს დანებდე. მე არასდროს დავნებდები და არც სევილია დანებდება. მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ცდილობს დაეხმაროს თანაგუნდელებს, რათა მათაც შეძლონ ჩემი დახმარება. მიყვარს წინსვლა, მიყვარს დაცვა, მომწონს ბურთის კონტროლი. ბავშვობიდან ვამბობდი, რომ მინდოდა ყოფილიყავი ფეხბურთელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა დაცვაშიც და შეტევაშიც. ყოველი წელი მნიშვნელოვანია. თუმცა ეს ჩემს კარიერაში ის მომენტია, როდესაც სიმწიფე, შრომის მოყვარეობა, ძალისხმევა, ყველაფერი ერთად იყრის თავს. ეს იდეალური მომენტია იმ გიორგის გამოსავლენად, რომლის გამოვლენაც ყოველთვის მინდოდა. ის ჯერ არ მინახავს. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიასთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში 29 აგვისტოს მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება და დიდი ალბათობით ქართველის დებიუტიც ამ შეხვედრაში შედგება. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს და რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდეთ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.